დღეს მინდა გაგიზიაროთ საინტერესო кейსი მამოგრაფიის და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ასეთ მამოგრამებზე ჩვენ განსაკუთრებულად შეიძლება ვერაფერი დავინახოთ, მაგრამ თუ კი ავირჩევთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებას, ის მიგვითითებს, რომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ უბნებს. საინტერესო ის არის სწორედ, რომ ამ პაციენტს 2 წლის წინ აქვს გადაღებული მამოგრაფია სხვა კლინიკაში, ეს მამოგრამა, რომელშიც ეს ცვლილებები აღინიშნებოდა და მაშინ რადიოლოგმა არ ჩათვალა ის საეჭვოდ და არ მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენ მივიღეთ მაღალი საეჭვობა 92%, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით დამატებით კვლევებს, ჩავატარეთ ბიოპსია, ბიოპსიაზე მივიღეთ, რომ ეს არის კარცინომა, პაციენტს ჩაუტარდა შემდეგ ოპერაცია და აღმოჩნდა, რომ იყოს მხოლოდ 4 მმ-იანი ძალიან პატარა კიბო, რომელიც ოპერაციით მორჩა და ეს არის ძალიან სასიამოვნო, როცა სკრინინგი და ხელოვნური ინტელექტი ასე გვეხმარება ადვილად გადარჩენაში.